აბა გოგოებო, ვის ქონდა ურთიერთობა ორზე მეტ ბიჭთან, რაც აქ ვართ? მე მქონდა. მოიცადე? მე მქონდა. კი მეც. მე არა. კარგი, ვინ მოპარა შოკოლადები პიცას მაცივრიდან? მე არა. დიანა, როგორ არა, შენ კი? ერთხელ შოკოლადი აიღე. აუ, კნოპა, ეგ პიცას ფული მივეცი შემდეგ. მაგარია, მე მაინც არ ვთამაშობ და შეიძლება კითხვა დაგისვათ. ვაუ, მასკოტს უნდა რომ შეკითხვა დასვას. კარგი, მიდი მასკოტ. ოღონდ გოგოებო, გულწრფელად უპასუხეთ. ხო, ერთმანეთისგან დასაფამალი არაფერი გვაქვს. გოგოებო, შემდის ოდესმე მოგიტყვევიათ, რომ ცუდად იყავით, იმიტომ რომ ვარჯიში გაგეცინათ. სიმართლე მითხარით. კი. მასკოტ, სხვათა შორის მახსოვს, რომ შენც მოგვატყუა, რომ ცუდად იყავი. ხო, და სინამდვილეში პაემანზე წახვედი. მართალია და ვისთან წახვედი პაემანზე? ვინ არის ეს საიდუმლო შეყვარებული მასკოტ? გამნიშნულობა აქვს, მასთან მაინც არაფერი გამოვიდა. ერთმანეთს ვერ გავუგეთ. გოგოებო, მე მაქვს კითხვა. მე მარტო ხელა ვარ, შეყვარებული არ მყავს. ოდეს მე გიფიქრიათ, რომ თქვენ შეყვარებულებს მე მოვეწონებოდი? კი. იცი რა, მერი, ჩვენი მეგობარი ხარ, აქ ყველა მეგობრები ვართ, მაგრამ ჩვენ შეყვარებულებზე მაინც ვდარდობთ. გოგოებო, კარგი საკმარისია, თამაში ითამაშეთ, ახლა ვარჯიშის თქო. მასკოტ, მოიცადე, ბოლო შეკითხვა მაქვს. გოგოებო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიქცევით და კარგები ვართ, ოდეს მე გიგრძვნიათ, რომ თქვენ შინაგანად რაღაც ცუდი იყავით? დიანა, ეს რანაირი შეკითხვაა? რა არ მოგსვლიათ ეგრე? კი. გოგოებო, ვიცოდი რომ ჩვენში რაღაც ცუდი მხარეც იყო და ცხოვრობდა. კარგი, შემოწლო გოგოებო, ადექით და საუბრით წავიდეთ, საკმარისია. ხო, მასკოტ, მოდივართ. აუ გოგოებო, ძალიან მაინტერესებს რეალურ ცხოვრებაში რომ ცუდი ვიყოთ, როგორი იქნებოდა. მოდი ვცადოთ. ხო, მეც მინდა რომ ვცადოთ. კარგი, ვარჯიშის შემდეგ შევიცვლებით მაშინ. კნოპა, უკვე წარმომიდგენია როგორი ცუდი იქნები, თან ქერა, მაგარია. ბაჭიებო, მართლა ვაპირებთ რომ ცუდი გოგოების პერსონაჟის თამაშს. კალბურთელებო, რატომ დამიძახეთ? საუბარი გინდათ? მომისმინე, აქ სცენების მოწყობა არ გინდა, ჩვენ სერიოზული საქმე გვაქვს. კარგი რომ მოვდაზრანი. მოკლედ ლორენ, მომისმინე, არ გინდა რომ ჩვენ ინფორმატიკა ხდეთ. როგორ? ბიჭებო, ჩემგან რა გინდათ? მოკლედ ბაჭიებს თვალსადევნებ ხოლმე, მათ ოთახში შეხვარ. მინდა რომ ყველაფერი მითხრა, რაზეც ტიმური და დიანა ლაპარაკობენ. ოღონდ იცოდე, ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს, არავის არ უნდა უთხრა. ეს სმაილი უკვე ამასე ფლირტავება? ეს ხომ დიმას ხვდება ფეხბურთელს. იქნებ დაშორდნენ. უბრალოდ სმაილს უნდა რომ დიანას სამაგიერო გადაუხადოს. ხო, თან პირველად არ ხდება ეს. არ მომწონს. ბლონდი დაწყნარდი, აქ გავართ როგორც ხრები, წამოდი, არ შეგვამჩნიონ. მართლა მოსწონს? არა, ბლონდი, უბრალოდ კომუნიკაცია. აბა შეგიძლია საიდუმლოს შენახვა. ბიჭებო, საიდუმლოს შენახვა შემიძლია. კარგი, მაშინ კარგად მოგვისმინე. ასე ლაპარაკობენ. მოიცა სმაილ, არაფერი არ თქვა. კომბეშვება, მოშორდით აქაურობას. მივდივართ. კარგი, მითხარით რა გავაკეთო? მოკლედ, ყველა დიანას და ტიმურის საუბარი ჩემთან უნდა მოვიდეს. ბანი რომ ცდილობს რომ ჩვენს წინაშე არაფერი ისეთი არ თქვან. რა პრობლემაა, ტელეფონში ხმის შამწერი ჩართე. მე საწყურის ქვეშ და გამოდი. რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნება, უფრო გულუხვები ვიქნებით. კარგი, გასაგებია. ლორენი ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ ვალში ხარ ლამაზო ბიჭო. ვახ, ეს თითის ხურზე დადება რა არის? ხო, დიმას ყოველთვის მაგას უკეთებს. არა, ეს ნორმალურია. ლანჩის დროა და პიცა და აისი აქ არ არიან. არ მესმის, პირველად არ მოსულან სამსახურში. ყველაფერი პირველად ხდება. ან შეიძლება უბრალოდ სახლიდან წავიდე. მომისმინე ფეხბურთელო გაჩუმდი, არსად არ წასულან. გუშინ დავინახეთ. ხო, უბრალოდ სამსახურში არ მოვიდნენ. და მშივრები დაგვტოვეს. ვა, კარგია, მეგობრებო, რო ყველანი აქ ხართ, ერთი სია უნდა შევადგინო. მაინტერესებს ვინ მოდის ბაჭიების სკოლაში და ვინ სხვა სკოლაში. მასწავლებელო მაიკ, ამ სიას თქვენ აკეთებთ? ხო, იმიტომ რომ ჩემო მარჯვენა ხელმა დახმარებაზე უარი მითხრა. არა, მასწავლებელო მაიკ, უარი არაფერზე მithქვამს, თქვენ მიღალატეთ. კარგი, მოდი ახლა ხალხზე ლაპარაკი არ გვიდა. პიცა და აისი, ერთი კაკაო გამიგეთეთ. მოიცა, პიცა და აისი სად არიან? აქ არ არიან. საერთოდ არ მოსულან. მიგვატოვეს, ყველა მიგვატოვეს. ხო, მთლიანი სახლი დაივიწყეს. მერე რა მოხდა, იქნებ უბრალოდ სადმე გასართობად წავიდნენ. არა, მე გართობა ღამეს ვიცი კლუბში და არა მუშაობის დროს. აბა ვინ გამიკეთებს კაკაოს? მარჯვენა ხელი გაგიკეთებთ. კარგი ლილა, გააკეთე. თქვენს ასისტენტად ისევ მიმიღებთ? კარგი, ოღონდ თუ ები არ გაიგებს. კარგი, ვერაფერს გაიგებს. მასწავლებელო მაიკ, ყურადღება არ გაგეფანტოთ და გვამატეციაში. ჩვენ ბანის სკოლაში მივდივართ, მხოლოდ ბანის სკოლაში და სხვაგან არსად. ვა, მეგობრებო, შეხედეთ ვინები მოდიან. მეგობრებო, ბოდიში ახლოს არ მოხვიდით, კბილების გადახვა ვერ მოვასწარით. ბოდიში ჩაგვეძინა ხშირად. რა თქმა უნდა. აი, მასწავლებელო მაიკ, თქვენი კაკაო, შაქარი არა.
თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ. მე შევძელი ყველაფერი. ბავშვებო, შეკვეთებს ვიღებთ, უბრალოდ უნდა დავალოდოთ ყავის მანქანას რომ გახურდეს და კარტოფილი რომ შეიწვას. 1 საათში მზად იქნება. მაგარია. ირჩევნია საჭმელი რესტორანიდან შევუკვეთო. მე ცხელი შოკოლადი მინდა. ისე ძალიან უიხმოვებთ პირველად ცხოვრებაში მთელი ღამე გადავეთენით. აის. მოგითხარი ახლოს არ მოხვიდეთ ხო? G A M A R J V E B A გამარჯვება. ბანი მაგარია. გოგოებო, არ მესმის ეს რა ხასიათია? არა, მწვრთნელოები, ყველაფერი კარგად არის, კარგ ხასიათზე ვართ. გოგოებო, მოდით თავიდან, მაგრამ უფრო ენერგიულად. 1 2 3 G A M A R J V E B A გამარჯვება. ბანი მაგარია. გოგოებო, 1 წუთით გოგოებო, 1 წუთით დაიცადეთ, აქ ვარ იცოდე გააგრძელეთ ვარჯიში. გამარჯვება, ბანი მაგარია, ბანი. გოგოებო, სანამ მწვრთნელიები არ არის, მოდით. ახლა ტიმურს უნდა დავურეკო და ვკითხო თქვენ რაც გითხარით ის. ხო, მიდი დაურეკე. გოგოებო, ასეთი რა პრობლემა გაქვთ? ახლა ები დაგვინახავს და გვეჩხუბება. კარგი, მასკოტა, 1 წუთით. ტიმურ, გამარჯობა, შეიძლება რაღაც გკითხო? დიანას უარი არ უთხრა იცოდე. ტიმურ, ესე იგი დღეს მე და გოგოები უნდა შევიცვალოთ და შენ დახმარება გჭირდება. თანახმა ხარ? გოგოებო, მწვრთნელიები მოდის. კარგი, ყველაფერს მოგწერ, ახლა უნდა წავიდე, კარგად? გოგოებო, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და დღეს დასრულდა ვარჯიში იცოდეთ. თავისუფლები ვართ? ხო, დღეს დამთავრდა, მაგრამ ხვალ ასე არ იყოთ იცოდეთ. დიახ, მწვრთნელოები, ხვალ კარგ ხასიათზე ვიქნებით. გოგოებო, თავისუფლები ვართ. კარგი, ვარჯიში მორჩა. მასკოტ, არა უშავს, წადი, შენ საიდუმლო შეყვარებულს შეხვდი. დიანა, არ გახსოვს? ვერ შეეწყდნენ. დიანა, მალე მიწერე ტიმურს. გოგოებო, დღეს ძალიან მაგარი დღე იქნება. აქაური მაცხოვრებლები გაგიჟდებიან. ხო, ბანის ტრანსფორმაცია. გოგოებო, ძალიან მაგარია, ტიმური დაგთანხმდა. Yes! ხო, მართლაც უთი გოგოები ხართ. ბიჭებო, გითხარით, საჭმელი არ არის ჯერ მზად. ხო, ბიჭებო, წადით და იქ დაელოდეთ. სალინა, სადილი დღესაც დააგვიანე. ხო, რავი, აღარ ცალია, ვარჯიშები აქვს და სკოლისთვისაც ემზადება. კარგი, მეგობრებო, მართლა ოთახში წავიდეთ, აქ ყოფნას აზრი არ აქვს. ხო, ეგრე ჯობია, აქ ყოფნით მხოლოდ ხაზს გვიშლით. კოსტია, შეგიძლია ბროკოლი გამოიტანო მაცივრიდან? ისე რა მაგარია, მალე სკოლა დაიწყება და ნასიას ყოველდღე ვნახავ. ბიჭებო, მე ახლა მხოლოდ იმაზე მეფიქრება, რომ მშიერი ვარ. სალინა მომ სკოლისთვის მომზადების გამო დილით მხოლოდ ჩაი და ბროკოლი გააკეთა, მაგრამ სადილი ისევ არ არის. ახლა ეგ საერთოდ არ მადარდებს. წარმოვიდგენ მე და ნასია სკოლაში ერთად როგორ მივდივართ და მე მის გვერდით როგორ დავდივარ. კოსტია, იცოდე ბროკოლი ძალიან კარგად უნდა გარეცხო. სალინა, კარგად ვრეცხავ. ბიჭებო, ხომ გითხარით, რომ ოთახში მოგიტანდით საჭმელს? აქ ისევ რატო დადიხართ? ზიბ? ხო, ზიბ, როგორ ხართ აბა? დიდი ხანი არ მინახიხართ. რავი, ნორმალურად. ზიბ? ძმო! აბა და მომიყევი როგორ ხარ? ეს კოსტა რა შვება, ისევ ტრაბახობს? არა, კოსტია საუკეთესოა. ზიბ, ჩვენ უკვე გვეგონა რომ აღარ მოხვიდოდი, რომ სამუდამოდ მიგვატოვე. ზიბ? ხო, ზიბ, აბა როგორ ხართ? ხარ მოიწინეთ ჩემ გარეში. რავი, ზიბ, ძალიან შეგვაშინე. უკვე ერთი თვეა წასული ხარ. ხო, ჩვენ უკვე ფიქრობდით, რომ აღარ დაბრუნდებოდი. კარგი, შემოდი, ყველაფერი გითხარი. ხო, ახლა ყველაფერს მოგიყვებით. კოსტია? რა? განსაკუთრებული საჭმელი. შოკოლადის ორცხობილები? კი, შოკოლადის ორცხობილები, ჯემით და ბროკოლით. აბა მეგობრებო, გისმენთ, მომიყევით სანამ წასული ვიყავი, რა ხდებოდა? მოდი დიანაზე მერე მოგიყვებით. ახლა ჩვენზე ვილაპარაკოთ. მოკლედ, ჩვენ ბაჭია ჩილიდერების სკოლაში მიგვიღეს. ხო, 2 დღეში უკვე სკოლაში ვიქნებით გოგოებთან ერთად. დიანა ისედაც არ მაინტერესებდა და სკოლასთან დაკავშირებით გილოცავთ. და ისე, ზაკ, ზუბ და ზაკად, ჩილიდერებთან ერთად ისევ ხართ. რა თქმა უნდა, მე და კნობას ერთმანეთი გვიყვარს. მე და ნასიას კარგად ვართ, ყველა მხრივ საუკეთესოა. ხო, მე და მერის არც ისე კარგი დრო გვაქვს. არა უშავს ზუბ, არ იდარდო, მერისთანაც ყველაფერი კარგად იქნება და მეგობრებო, თქვენ გამო ძალიან მიხარია. და ზეიმ შენსაც იყავი მთელი ამ ხნის განმავლობაში, არაფერი გაუგია. ისე კარგია დღეს რო დაბრუნდი, სკოლის ნივთების ყიდვას მაინც მოვასწრებ. გოგოებს ჩვენ უკვე გავუტარեցია, მაგრამ არა უშავს, ვეთქვით და შენს ყველაფერს გიყიდია. მეგობრებო, მე არაფრის ყიდვა არ მჭირდება. ბაჭიების სკოლაში წამოსვლას არ ვაპირებ. რას გულისხმობ? ზეიმ სკოლაში ყველა მიგვიღეს, შენი ჩათვლით. ბიჭებო, თქვენ გამო ძალიან მიხარია, მაგრამ ბაჭიების სკოლაში წასვლას არ ვაპირებ. სხვა გიგმები მაქვს. მოიცადე, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, მეტი დეტალი უნდა მითხრა. კარგი, მეტი დეტალი გინდა? მოკლედ ერთ გოგო გავიცანი, რომელიც მართლა ჩემი გულის არის. საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. მოიცადა, მე დიანა ჩვენ ყველა ჩილიდერებს ვხვდებით. არა, ყველა არა, მე ჩილიდერს არ ვხვდები.
რავი მეგობრებო, დიანასთან ყველაფერი მორჩა, ამას თქვენ თვითონ ვერ მიხვდით? ხო, ზეპ ასე ჯობია. იცი დიანა და კალათბურთელის დაშორდნენ ერთმანეთს და ახლა კალათბურთელის ძმას ხვდება. ხო, ტიმურს ხვდება. იცი რომელია, კნობას ყოფილი. მოდი კნობას ყოფილს უნდა დაუძახებ, უბრალოდ კალათბურთელი. ბიჭებო, სიმართლე რო გითხრათ, საერთოდ არ მომდარდებს დიანა ვისთან ერთადაა. შეყვარებული მყავს, მას უყვარვარ, მეც მიყვარს და ერთად საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. და მეგობრებო, მთავარი გამომრჩა, კარგი ამბავი მაქვს. სიპის ამოგზაუროთ მიდის. სიპ, როგორი სახის მოგზაურობა? სიპ, ჩვენ ოჯახი ვართ, ყოველთვის ერთად უნდა ვიყოთ. სიპ, საერთოდ დაგავიწყდით და როგორ ვიფრიდით დღეებს სკოლის დაწყებამდე და როგორ ვიძახდით, რომ მაგრები ვიქნებოდით და ყველა ჩვენ შეეშინებოდა. მეგობრებო, თქვენ უკვე მაგრები ხართ და ჩემს გარეშეც მაგრები იქნებით. მე კიდე ჩემს შეყვარებულთან ერთად კლუბზე მივდივარ. ვაუ. მორჩა, ჩვენი ძმა ჩვენთან ერთად აღარ ცხოვრობს. მეგობრებო, მე ყოველთვის მემახსოვრებდი და უდესმით დახმარება დაგჭირდებოდ, ყოველთვის დამირეკეთ. ზიპ, აბა მითხარი, როგორ ხარ, რას აკეთებდი, სად იყავი? ორცხვილები უკვე იწובה, კოსტა არ დაიწვას, ნახე. ხო, კოსტა უბრალოდ მზარეულია. და ყველაფერი კარგადაა. შენი ზიპი ძალიან ბედნიერია. შეყვარებული მყავს და ახლა მასთან ერთად სამოგზაუროდ მივდივარ. ამიტომ ყველაფერი კარგადაა. შეყვარებული, მოგზაურობა და სკოლა ყველა მიგვიღეს. ხო, გავიგე და ძალიან მაგარია. ჩვეულებრივ სკოლაში ისწავლით, ჩვეულებრივ თინეიჯერებთან ერთად, მაგრამ ეს ჩემი ოცნება არ არის. ამიტომ ჩემზე ნუ ინერვიულებთ, გესტუმრებით ხოლმე. ეს საერთოდ არ გამიხარდა, მოვიტან ორცხვილებს. სალინა, არ ინერვიულო, ერთმანეთს მაინც ხშირად ვნახავთ ხოლმე. კარგი, ზიპ, მოდი შენი ჩანთების ჩალაგებაში დაგეხმარებ. ზიპ, მართლა მეტირება. აბა გოგოებო, ჩვენი ლუკი როგორ მოგწონთ? ცუდ გოგოებს ვგავართ? მგონი კი. ახლა მთელი სახლი დაგვინახავს და ყველა შოქში იქნება საერთოდ. გოგოებო, ჩვენი იმიჯი შესაფერისია ნამდვილად. ტიმური უკვე გველოდება, მზად ხართ? წავედით. მოგლეთ შევთანხმდით ყველა ინფორმაციას მე მომწვის. მთავარია წარმატებით გამოვიდეს. ვაუ, ესენი ვინები არიან? მანქანის ნომერი შეხედე. დიანას მანქანა. ალბათ დიანას მშობლები მოვიდნენ. ვაუ, შეიძლება დიანამ რაღაცა დააშავა. კარგი, მოკლედ ახლა დიანას შესახებ ბევრ ცუდ რაღაცას მოვუყვები და შენც უნდა დამეთანხმო. და დიანამ რა დააშავა? არაფერი, მაგრამ მოიტყვით რომ ბევრი რაღაცა დააშავა. გამარჯობა რომ არ ელოდით ხო შემდგარ მოსვლას. კი, ამ მანქანით მე მოვედი. ვაუ, რა მაგარია. ხო, ეს იმედგაცრუება იყო. და ისე მანქანაზე როდიდან ზიხართ, არ როდის ისწავლე. ვაუ, რა მაგარი მანქანაა. ვაუ, გამარჯობა ფეხბურთელოდინო. კი, მე ვარ ტიმური კალათბურთელი. კი, ახლა ეს მანქანა ჩემია და მე ვადარებ. ეგ არ მოდარდებს. წარმოიდგინეთ რა მოხდა, დიანას მშობლები ჩამოვიდნენ? ვაიმე, ვიღაც შარშია. რა მშობლები, კარგად შეხედეთ. ხედავთ, ვაიმე, ეს ტიმურია კალათბურთელი. ო, მანქანაში ძალიან გაუმართლა. ეს მანქანა მას ვინ მისცა? ალბათ ბანიმ. Number one desirable. I do what I want when I want and how I want it. Leave you with the one in the air. That's how I roll. I got tons of soul on my truth. Wow, მაგარია. ეს რა არის? ცირკია. დღეს შენთან ერთად არ ვიქნებით ჩემო მანქანა. გოგოებო, ყველა ჩვენ გიყურებს. ხო, შეიკრიბნენ აქ. მოიცადეთ, სად მიდიხართ? მას ობელმა იქს ყველაფერი უთხრათ. მე ისე ვაკრატო ხარ, მიდი და ახლა ყველაფერი უთხარი. მე მარტო მე გამოვალ ჩამოშვები. ხო, არა უშავს, დღეს იყავი ჩამოშვები. წადი. გოგოებო, დღეს ძალიან კარგად გამოიყურებთ. დღეს უდები ვართ. გოგოებო, ისეთ ლამაზები ხართ, საერთოდ ყველანი თქვენ გიყურებთ. ტიმურ, შემოგხედონ. აბა მაიკ, იკითხე ვინ მოდის ბანის სკოლაში? ხო, და ყველას ბაჭიების სკოლაში უნდა. მაიკ, მე მეგონა რომ ვინც არ მომწონს, ისინი არ იქნებოდნენ. ხო, ვინებიც არ მოგწონს, იმათაც ბაჭიების სკოლაში უნდა წასვლა. მასაობელმა იქ უნდა გამოხვიდეთ, უნდა ნახოთ გარეთ რა ხდება. დაკაკუნება არ გასწავლეს, მნიშვნელოვანი საუბარი გქონდა. რამე საჩქაროა? მასაობელმა იქ ცუდი რაღაც ხდება, უნდა ნახოთ. რა მოხდა? ბაჭიაჩი ლიდერები არიან. რა ბანი? ისინი ცუდი გოგოები გახდნენ. გოგოებო, ისე გვიყურებენ თითქოს რაღაც შოუს და ცოტა რაღაც ვქნათ? ხო, სელფი გადავიღოთ G-Wagon-თან. მე მინდა რომ სმაილი გავაბრაზო, ამიტომ კარგი ჩილიდერებო, მალე აღარ იქნებით მოყოფილები. ნახე, ახლა გადაწყვიტეს რომ გვაჩვენონ რომ მაგრები არიან. კარგი, უბრალოდ ფოტოებს იღებენ. ბანი მართლა ცუდი გახდა. ნახავთ ახლა ისე ჩარში გავიხოვიან, რომ ეგრევე ძალიან კარგები გახდებიან.
აი აქ არიან. გოგოებო, რა ხდება? ეს უცხო მანქანა საერთოდ რატო არის ჩვენ ტერიტორიაზე? ყოჩა ღრომეო, ვამაყობ. ხო, ყოჩა ღრომეო, ნამდვილი ჩამშვები გავხდი. ამ მწვრთნელოები გამარჯობა. ახლა უნდა გავისეირნოთ. არი დარდოთ ძალიან კარგი მძღოლი გვყავს. ხო, ნახვამდის. კარგად. ეს რას ნიშნავს, გოგოებო? არსადაც არ მიდიხართ, მანქანა საიდან ყავთ საერთოდ? მე ვატარე. მწვრთნელოები ნორმალური ხართ? მაიკ, ტიმურს გაუმკლავდი, გოგოებო, სახლში დროზეს რანაირად გამოიყურებით? რომელმა ჩაგვიშვით? დიანა სახლში, გოგოებო, დროზე. გაისეირნეთ, ცუდო გოგოებო. აი, სამართლიანობა ბანიმის მიიღო, რასაც იმსახურებს. მასწავლებელო მაიკ, ჩემი ბრალი არ არის გოგოები მომთხოვის. დაწნარდი ტიმური, სადაც არ გეჩხუბები. მართლა? ხო, მართლა. მედი გასაღები მომეცი. რატომ? მინდა როების სასეირნოდ წავიყვანო. მასწავლებელო მაიკ, ტიმურ გასაღები მომეცი და ყველაფერი კარგად იქნება. კარგი მასწავლებელო მაიკ. აი ხო ხედავ, ყველაფერი კარგადაა. ები გოგოებს დაელაპარაკება. შენ კიდე არავინ არაფერს არ გეუბნება. კარგი. კარგი, ახლა ჩავრთავ ამას და მე კალათბურთელებთან ვიმეგობრებ, ძალიან მაგარია. გოგოებო, ეს რა არის? სირცხვილია. მწვრთნელოები უნდა გაგვიგოთ. ჩვენ განსხვავებულები გვინდა ვიყოთ. ერთ დღეს კარგები ვართ, მეორე დღეს ცუდები. ხო. გამარჯობა ბანი, თქვენ გეძებდით. სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებით, მაგრამ უკვე მივდივარ. მომისმინე, ხომ გითხარი, რომ ფეხბურთელებს არაფერი ესაქმებათ ამ ოთახში ჩვენს გარეშე. კიდევ ჩვენ ნივთებს იღებდი? გოგოებო, გამარჯობა, თქვენს ჩაცმულობაზე ვსაუბრობთ. თუ ერთი რაღაც მაინც იქნება აღებული, არაფერი არ ამიღია. ეს ჩაცმა, ვითომ ძალიან მაგრები ხართ. უკეთესი იქნება, რომ ოთახი დაალაგოთ. ნახეთ, თქვენში იმედგაცრუებული ვარ. გოგოებო, არ გამოვიდა. არა გაჩერდი, მე ვაპროტესტებ. ხო, მეც მწვრთნელები ვერ გვეტყვის რა ჩავიცვათ. მწვრთნელების არ შეუძლია გვითხრას როგორ მოვიქცეთ. მას შეუძლია მხოლოდ გაგუწვრთნას. მწვრთნელოები სხვათა შორის გოგოები მართლები არიან. თქვენ ჩვენი მწვრთნელი ხართ. ვერ გვეტყვით რა ჩავიცვათ და რა არა. პროტესტი, ესე იგი ჩერლდერების ფორმა ჩაიცვით და 2 საათი გაგრძელდება ვარჯიში. არა, მწვრთნელოები, იცით რა, ჩვენი პიროვნებებიც ვართ. მწვრთნელოები დაგავიწყდათ, რომ არ უნდა გვიყვიროთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაიკს უყვირით. გოგოებო, მანქანა გველოდება, დროა წავიდეთ. ხო, კნოპა, მართალი ხარ, ტყუილად კი არ მოუყვანია ტიმურსის მანქანა ამ სახლში. გოგოებო, ახლა გინდათ, რომ ყველას აჩვენოთ, რომ მე ვერ გიმკლავდებით, ხომ? მწვრთნელოები, არ უნდა გაგვიმკლავდეთ, უბრალოდ უნდა გვასწავლოთ. სკოლა იწყება და ჩვენ ფართი გვინდა და რაღაც. ხო, დავიღალეთ სულ კეთილები რომ ვართ. გვინდა რომ ჩვენ ნამდვილი სახე გამოვაჩინოთ. კარგი გოგოებო, გამოვაჩინეთ თქვენი ნამდვილი თავი, მაგრამ ეს ბანი ჩერლდერები არ არიან, ეს ცუდი გოგოები არიან. დიახ, მწვრთნელოები, დღეს ჩვენ ცუდი გოგოები ვართ. გოგოებო, არ მესმის, რატომ არის ჩვენზე გაბრაზებული? სიმართლე რომ გითხრა, უკვე ნერვებს მიშლის, ისეთი გაბრაზებულია. მოკლედ, დღეს ცუდი გოგოები ვართ, მაგრამ მგონი დამთავრდა ეს ყველაფერი. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ, მანქანა გველოდება. კარგად, და წავედით, გავერთოთ! I won't stop, no, I won't stop, I won't stop, I won't stop, no, I won't stop, yeah. I'm so handsome, all in car, my Vans, I'm so fancy.